საქართველოს ყვაზე. და ეგეთულა 40 მოგესალმებით ბიჭებო. ბატონო აკაკი, თქვენ TikTok-ზე და YouTube-ზე გავა ეს ვიდეოები, ხო? დიახ. რა თემასთან დაკავშირებით? პირველი რესპუბლიკის ჩამოყალიბებას და ჩამოყალიბებასთან ერთად ეს კულტურული და ქართული ეროვნული იდეის ჩამოყალიბება. მინა ამ კოლექციის ავტორი თუ შეიძლება გაგვეცანით? სალამი, მე მქვია სანდრო ასკურავა, გახლავართ ისტორიის დიდი მოყვარული სტუდენტი და დღეს კოლექციონერი. დიახ, კოლექციონერი. ეს არის ქართული მონეტები. ეს გახლავთ ქართული ყველაზე დაბალი ფულის ერთეულები, ეს არის ქართული ბონა 50 კაპეიკი, ну რუსული კაპეიკიდან და ეს არის ერთი მონეტი. დიახ. ორივე. აქ კი გახლავთ მარკებია. დიახ, აქ გახლავთ საქართველოსში გამოყენებული ყველა მარკის ტიპი. ცნობილი გამოსახულება. ეს გახლავთ თეთრი გიორგი. დიახ. გამოყენებული იყო პატრონომინალის მარკებზე, ხოლო დიდზე იყო გამოყენებული ეგრეთ წოდებული თამარი, ქალბატონი, საქართველოს სიმბოლო. ეს გახლავთ უკვე ეგრეთ წოდებული დანიშნულების მარკები, რომლებიც გამოიყენებოდა ეროვნული გვარდიის დღეს, ან სახალხო გვარდიის დღეს. დიახ. ეს იყო ჩვენი ყველაზე სერიოზული სამხედრო დანაყოფი, რომელიც იცავდა საქართველოს როგორც შიდა პოლიტიკური პრობლემებისგან, ასევე გარე პოლიტიკური დაპირისპირებიდან კომუნისტებისგან. და ეს გახლავთ საქართველოს ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი მარკები, ეს არის საქართველოს დე იურე აღიარების მარკები. მოკლედ, უყურეთ, იმიტომ რომ ყველაფერს ვერ გავაშუქებთ, საიდუმლო დავტოვებ, აგერ კიდე ჩვენი ფულები. მოკლედ, ბატონო აკაკი, წარმატებები თქვენს და მოკლედ უყურეთ და არხი გამოიწერეთ პატივცემულის. წარმატებები.